გამარჯობა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი გიგო შარაშიძე წიგნში გურის წარსულიდან წერდა. ცნობილია, რომ გურული გლეხი საზოგადოოდ არ არის ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხის გლეხებივით კონსერვატორი. იმას ერთ ადგილას ბეგნა ძველებურად ცხოვრება არ უყვარს. ის ბუნებით პროგრესის მოყვარულია. წინიცქირება, ის ცხოვრების განახლებას ცდილობს. უსარგებლო ძველ ჩვეულებას ადვილად იშორებს თავიდან. ახალსაც ადვილად ეგუება. ადვილადაც დაითანხმება საქმეში, ამყოლია. ამაზე ის გამახსენდა ანეკდოტი რომ არის, იცით ალბათ საქართველოში რომ გადაწყვიტებენ რევოლუციის მოხდენას, ხო და კახელთან მივა ღობემას გასაკეთებელიო, მივლენ სამეგრელოში ყანამოს გასათოხნია, იმერეთში რაღაცა მოიმიზეს კიდე და მივიდნენ გურიაში. და თოხნიან გურულები და აუხსნეს საქმის ვითარება და რევოლუციის მოხდენას ვაპირებთო. გადადო გურულმა თოხი შეხედა მას და ეუბნება, რო იზდევიწყოთ, ასეა გურულები. და გიგო შარაშიძე კიდე სკოლასთან დაკავშირებულ ერთ ამბავს იხსენებს. ერთი გურული გლეხის შვილი სკოლაში სწავლობდა. ერთხელაც მამა შვილის სკოლა გაკვეთილს დაესწრო და მას გაფასიცებული ადევნებდა თვალყურს. ერთ მომენტში მასწავლებელმა ბავშვს დაღლა შეატყო, ფანჯრები გამოაღო და ბავშვებს გიმნასტიკის ვარჯიშობა დააწყებია. როცა გაკვეთილები დასრულდა, გლეხი შვილთან ერთად მასწავლებელთან მივიდა და ეუბნება. დიდი მადლობელი ვარ უჩიტელო. ამ ჩემ ბიჭს, რაც მისდა საჭირო იყო, ყველა ყაი უსწავლებია. ამდენხანს იმისანაც არ მაცი იყო, რომ სანამდე ნაღობარს არ გადავატეხდი, ზურგზე ვერ ავაყენებდი. ახლა აგიშენდა ოჯახი, გამიკეთე კაცი. შენ ერთხელ დაუძახე ადექიო, ადგა. დაჯიქიო, დაждდა. წიგნიცქე უსწავლია და ციფრის 40-მდე ცოდნია. მე ამდენიც არ მინდოდა. სწორედ 30 მხარი ღობე შეხდება მაგას გასაღობი. იმას ქეი ანგარიშებს, მოგითხვის წიგნსაც წამიგითხელს და დამიწერს. მეტი სწავლა არ მინდა მაგისი. მიდი ნიკოია ხელზე აკოცე უჩიტელს და შინ წავედით. მასწავლებელს ეს ხუმრობა ეგონა. მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ გლეხი არ ხომოდა, ბევრი ეხვეწა, დატივე ბავშვიო, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ეს და სხვა ამბავი შეკრებილია ჩემ წიგნში 150 ამბავი გურიასა და გურულებზე. ეხლა რომ გავაკეთო ეს წიგნი 150 არ ეყოფა, 1500 იქნება. ხო და მე მგონი მაღაზიებში კიდე იყიდება. შაქრო ბაბუას მეაკითხეთ. დღესაც თუ ეს იყო, აბა კარგად იხავით.